მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ყველანაირი შესავლის გარეშე პირდაპირ გეტყვით თუ რის განხილვას ვაპირებთ დღეს. Რა თქმა უნდა, ბლიჩში ყველა მიცით და ბლიჩში არის ყველაზე ძლიერი ბანკაის წოდების ტიტულის ადამიანები. ანუ ამითავს გულისხმობ, კაპიტანები, რომლებიც არიან, ასე რომ ვთქვათ, სათავეში Soul Society-ს მათ აქვს ძალიან ძლიერი ბანკარები და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება, რომ ეს ყველა ბანკაი განვიხილოთ. ბევრს აღარ ვილაპარაკებ და მოდი პირდაპირ დავიწყოთ. და რა თქმა უნდა, პირველი კაპიტანი, ვისაც განვიხილავთ, იქნება Yamamoto, რომლის სახელის დამახსოვრებას თავიდან ძალიან გამიჭირდა. ხო, ეს არის პირველი დივიზიის პირველი კაპიტანი და ეს არის ყველა კაპიტანების, ასე რომ ვთქვათ, მთავარი ტიპი, ვინც ყველაფერს და ყველას აკონტროლებს. ეს ტიპი სათავეში იდგა დაახლოებით 1000 წელიწადი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკაი აქვს, აი რაც კი ოდესმე მინახავს. მოკლედ, პირველ კაპიტანს აქვს ცეცხლის ტიპის ზამპაქტო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცეცხლის ტიპის იარაღია. მის შიკაის ფორმაში ის გამოყოფს ძალიან დიდი ოდენობის ცეცხლს და ანუ უტოლდება მზის ტემპერატურას რა და რასაც კი შეეხება ყველაფერს ფერფლად აქცევს. მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი რა არის მისი ბანკაი. ეს ცეცხლი, რომელსაც ის გამოყოფს, რომელიც მზის ტემპერატურებს უტოლდება, ერთიანდება ხმალში ბანკაის დროს და მისი იარაღი გადაიქცევა ჩვეულებრივ ატომურ ბომბად. ანუ რასაც კი შეეხება, შეუძლია რომ საერთოდ არსებობიდან წაშალოს. აი აქ გაჩვენებთ რამოდენიმე ფოტოს, ანუ ჩათვალეთ მეორე გოჯო არის, ოღონდ უფრო მაგარი ვიზუალებით რა. და როდესაც მისი იარაღი გადადის ბანკაის ფორმაში, მას გააჩნია 4 ძალიან საინტერესო ძალა. პირველი არის აღმოსავლეთის ძალა, როდესაც მთელ თავის ტემპერატურას ხმლის წვერში მოათავსებს, ანუ ყველაფერს ერთად შეიკრავს და რასაც შეეხება ეს წერტილი ყველაფერს წაშლის არსებობიდან საერთოდ. ხოლო მისი დასავლეთის ძალა მას საშუალებას აძლევს, რომ უზარმაზარი ოდენობის სიცხე გამოყოს თავისი სხეულიდან, რომელიც 15 მილიონ ცელსიუსამდე ადის, ანუ ვერ შეეხები მას ამ ფორმაში რა, ასე რომ ვთქვათ, რაც ძალიან მაგარია ასევე. ხოლო მისი სამხრეთის ძალა მას საშუალებას აძლევს, ვინც კი მას ამ ხმლით ოდესმე დაუმარცხებია, კუდრეთით აღადგინოს. ალბათ ის ჩონჩხების მიმი ყველას ნანახი გექნებათ, ნუ დაახლოებით რაღაცა ეგეთი არის რა. და ხო, ვინც კი ოდესმე ამ ხმლით მოუკრავს, იყენებს როგორც ამ ზომბებს, სკელეტონებს, ჩონჩხებს და მაგითაც ებრძოლება ხალხს. და ხოლო ჩრდილოეთი არის, როდესაც ის გააერთიანებს, როგორც ვიცი, აღმოსავლეთის და დასავლეთის ძალებს ერთდროულად და გამოუშვებს აი ძალიან დიდ ცეცხლის დარტყმას რა. მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერასდროს ვერ ვნახულობთ, იმიტომ რომ სანამ მოახერხებდა ამის გამოყენებას, არ დაგასპოილერებთ, რაღაც მოხდა მოკლედ რა. ხოლო შემდეგი კაპიტანი არის შინსუი, რომელიც იყო მერვე დივიზიის ლიდერი. და როდესაც ეს კაპიტანი აქტიურებს თავის ბანკაის, ანუ მიწაში უნდა ჩაარჭოს თავის ორივე ხმალი და იქიდან გამოდის შავი რაღაც, ასე რომ ვთქვათ, ჩრდილები და მისი ბანკაის ფორმა, აი ასე შემოხვეული არის მის ზურგზე და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. როდესაც ბანკაის აქტიურებს, ამ ბანკაის აქვს 4 აქტი. პირველ აქტში კაპიტანი და მისი მოწინააღმდეგე ჭრილობებს იზიარებენ. მაგალითად, თუ ვიღაცას ხელი მოაჭრეს, ორივეს იქნება ხელი მოჭრილი. ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ იდეას ალბათ მიხვდით. ხოლო მეორე აქტის დროს მის მოწინააღმდეგეს უჩნდება შავი წერტილები და ამ შავი წერტილებიდან მოსდის სისხლი. უცნაურია, მაგრამ ხო ასე ხდება მეორე აქტის დროს. ხოლო მესამე აქტის დროს ორივე აღმოჩნდებიან უზარმაზარ ოკეანეში და ვინც პირველი დაიხრჩობა, ეგ არის წაგებული. ეგრე მუშაობს. ხოლო მეოთხე აქტში მის მოწინააღმდეგეს კისერზე შემოებმება ძაფი და ეს ძაფი, როდესაც ბოლომდე მოიჭირება, უბრალოდ მოწინააღმდეგის თავი გასკდება. რაც უნდა გასაკვირი იყოს. ხო, ეს რატომ არის ახლა ეს ბანკაი ძლიერი და თან სახიფათო ამავდროულად? იმიტომ რომ ვინც მოყვება ამ არეაში, როცა ბანკაის ჩართავს ეს კაპიტანი, ყველა იქნება ამ ბანკაის ზემოქმედების ქვეშ, რაც არ გვაწყობს. ხოლო ახლა გადავიდეთ ურაჰარას ბანკაიზე, რომელიც იყო მე-12 დივიზიის კაპიტანი ადრე. და როდესაც ის თავის ბანკაის აქტიურებს, მის უკან ჩნდება უზარმაზარი ქალის მანიკენი და რაში მდგომარეობს ახლა მისი ბანკაის ძალა. მას შეუძლია რაღაც ნივთები ან ადამიანები დაშალოს და თავიდან ააწყოს. მაგალითად, თუ ვინმეს ის თავისი ბანკაით შეეხება, შეუძლია რომ ანუ რაღაც ნაწილებად დაშალოს ისინი, ან მაგალითად თუ მას ხელი მოაჭრეს, შეუძლია რომ უკან მიიმაგროს ეს ხელი. და აქ სურათები იქნება რამოდენიმე ნაჩვენები. ხო, ანუ ძაფებით იკერავს თუ უკან არის დასაბრუნებელი რაღაცები. მაგალითად, თვალები როცა დაუზიან და თვალებიც გაიკერა და აღუდგა მხედველობა. გარდა ამისა, მას კიდევ შეუძლია რომ რაღაც საგნები დაშალოს და სხვანაირად ააწყოს, რომ მათი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზარდოს. მაგალითად, კუნთის ფორმა რო გარდაქმნას ამ ძაფებით და ხელახლა ააწყოს, შეიძლება უფრო ძლიერი დარტყმა ჰქონდეს ან რაღაც მსგავსი. ან უბრალოდ დაგშალოს და
სხვა ეგ არის. მაგრამ ერთი ყველაზე დიდი სიზუსტე რაც არის ამ ბანკაის ის არის რომ როდესაც დასრულდება ბანკაის მოქმედება ეს ყველა თავიდან ანაწყობი ნივთები უბრუნდება პირვანდელ სახეს. მაგალითად თუ თვალი დაზიანებული ჰქონდა და თავიდან ააწყე, ეს თვალი ისევ დაზიანებული იქნება ბანკაის გაუქმების შემდეგ. და სანამ შემდეგ კაპიტანზე გადავალთ, აუცილებლად დააკომენტარეთ ბლიჩის კონტენტი თუ გინდათ მეტი. აუცილებლად და ასევე დაწერეთ რა გინდათ რომ ბლიჩიდან იხილოთ. ასევე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. რაც უფრო მეტი ლაიქი იქნება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ბლიჩის ვიდეოები გამოვა და მოდი, 2000 ლაიქამდე ავიდეთ და თუ ავედით, უფრო მეტ ბლიჩის ვიდეოებს შემოგთავაზებთ. და ახლა გავაგრძელეთ ვიდეო. ხოლო შემდეგი კაპიტანი არის უნაჰანა, რომელიც არის მეოთხე დივიზიის კაპიტანი და სხვადასხვა ძალიან ვიზუალურად საინტერესო ბანკაი აქვს. ზოგადად ამ კაპიტანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ მას შეუძლია მარტივად დაჰილოს როგორც თავისთავი, ასევე სხვები. მაგრამ როდესაც ის თავის ბანკაის ააქტიურებს, ის თავის კატანაზე ხელს იჭრის და ბოლომდე მიყვება კატანას. როდესაც კატანა მთლიანად სისხლიანია, მისი მეტალის კატანა გარდაიქმნება სისხლის კატანად და შეუძლია ეს სისხლის კატანა გამოიყენოს როგორც იარაღი. მაგალითად, უფრო შორ მანძილზე შეუძლია სროლა ამ კატანის, ან მაგალითად შეუძლია როგორც გამოიყენოს მათრახი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მისი ბანკაის ის არის, რომ მისი ბანკაის ფორმაში მისი ჭრილობები იმწამსვე ხორცდება, რაც ჩემი აზრით ძალიან ძლიერი არის რაღაც კუთხით რომ შევხედოთ. ხოლო შემდეგი არის კენპაჩი, რომელიც არის მე-11 დივიზიის კაპიტანი და მისი ბანკაის სხვადასხვა დიდი ხანი არ ქონდა ნახი, მაგრამ ბოლოს მაინც ვიხილეთ. ესე იგი, რა ხდება მისი ბანკაის დროს? მისი კანი წითლდება, სახეზე რქები გამოდის და მისი კატანა გარდაიქმნება რაღაც executioner's blade-ად, Clash Royale-ში რომ არის, დაახლოებით ეგეთი ხმალი აქვს რა შემდეგ. და რა იცვლება ამ ბანკაის დროს? მას ემატება ძალა და ჭრისთვის საჭირო სიმძლავრე გაცილებით ემატება. რის შედეგადაც ერთ-ერთ ბრძოლაში გიგანტიც კი შუაზე გაჭრა რა, მაგრამ იმდენად ძლიერი ხდება ამის შემდეგ, რომ მისი სხეული ვერ უძლებს და ეგრე ხელი დაკარგა, ხელი მოტყდა, როცა გამოიყენა ეგ ძალა რა, მაგრამ თუ ისწავლის ამ ბანკაის გაკონტროლებას, 5-ჯერ უფრო ძლიერი ხდება ამ ბანკაისში, რაც ჩემი აზრით კენპაჩისთვის ისედაც ძალიან overpower იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდეს, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ეს ძალიან საინტერესო ბანკა. ხოლო შემდეგი არის კუციკის, იმენე ქართულ ზედმეტ სახელს გავს რა, მაგრამ ხო, ბლიჩიც არის ასეთი კაპიტანი, რომელსაც მართლა ძალიან მაგარი ბანკაი აქვს. ვიზუალურად ძალიან ლამაზი ბანკაია. როდესაც ბანკაის იყენებს, ხმალი უკუღმა უჭირავს, აგდებს ძირს, ეს ხმალი მიწაში ვარდება და უცებ მის უკან 10 უზარმაზარი კატანას მეტალი ამოდის ზემოთ, ასე რომ ვთქვათ, მიწიდან და ეს კატანის მეტალები იშლება ძალიან პატარ-პატარა ნაწილებად. მაგალითად რომ შევადაროთ, ფოთოლის ზომის ნაწილებად იშლება ეს 10 უზარმაზარი მეტალის კატანა. რის შედეგადაც შეუძლია რომ ეს პატარა ფოთლის ოდენა მეტალები აკონტროლოს როგორც უნდა. შეუძლია ერთ ყველაზე ძლიერ ხმალად გადააკეთოს, ან უბრალოდ ასე უამრავი ოდენობით წარმოვიდგინეთ 10,000-ობით ასეთი პატარა მეტალი თავის მოწინააღმდეგესკენ გაუშვოს და აკონტროლოს და ასე შემდეგ. ხოლო შემდეგი მინდა განვიხილო რუკიას ბანკაი, რადგან ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ბანკაია. როდესაც რუკია თავის ბანკაის იყენებს, მისი სხეული მთლიანად გარდაიქმნება. მას აქვს ყინულის კატანა, მისი თმის ფერი იცვლება, აცვია თეთრი კიმონო და რას აკეთებს ახლა მისი ბანკაი? მისი ბანკაის მთავარი ძალა ის არის, რომ მას შეუძლია ყველაფერი გაყინოს აბსოლუტურ ნულზე. დიდი უზარმაზარი ქარიშხალი შეუძლია შექმნას და ვინც ამ ქარიშხალში მოხვდება, ყველა გაიყინება. გარდა ამისა, რუკიას თვითონ იმდენად იყინება, რომ შეეხო შეიძლება შენს გაიყინო უკან. და ეს რამოდენიმეჯერ ვნახეთ, როცა მან ეს ძალა გამოიყენა და კაუნტერი არავის არ ქონია რეალურად რომ ვთქვათ რა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრჯერ არ იყენებს ამას, ბევრჯერ არ გვინახავს, მაგრამ რეალურად ძალიან ძლიერი ძალა არის. ვთქვათ, როგორც კატეგორიულად ძლიერი არის პირველი კაპიტანის ცეცხლის ძალა, ჩემი აზრით, რუკიას ძალაც კატეგორიულად ძლიერი არის ყინულის ძალებში. ამიტომ, ხო, ერთ-ერთი honorable mention იყოს ეს. და სამწუხაროდ დღეს აქ უნდა გავჩერდე. რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდებს მეორე და მესამე ნაწილიც ექნება, რომ ყველა კაპიტანი უნდა განვიხილოთ და ზოგადად ყველა ბანკაი, იმიტომ რომ მეც ძალიან მინდა. უბრალოდ სატესტო იყოს ეს, რომ ნახოთ რამდენად მოგეწონებათ. ამიტომ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. 2000 ლაიქამდე ავიყვანოთ ეს ვიდეო, ასევე დააკომენტარეთ რომ მოგეწონათ, რომ ვნახო და მივხვდე, რომ რის და რის გამო მოგეწონათ ამ თქვათ რას შეცვლიდით და ჩემთვის ეს ძალიან კარგი იქნება, უფრო მეტად
რამეს გავიგებ და რა თქმა უნდა, მინდა რომ რაც თქვენ მოგწონთ, ისეთი კონტენტი გადავიღო. ხო, ამიტომ დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ, ასევე დალაიქეთ ვიდეო და ასევე თუ სხვა იდეებიც გაქვთ, მაგალითად რისი გადაღებაც შეიძლება იყოს ეს solo leveling-ი, ასევე ბლოკიც ძალიან გაინტერესებთ, როგორც ვიცი. ბლოკზე რაღაც იდეები მაქვს და თუ გინდათ რომ ბლოკიც გადავიღო, ანუ თუ სურვილი გაქვთ, შემიძლია ბლოკიც გადავიღო. კიდევ უამრავი ანიმეები არის, რა ვიცი, მაგალითად Hell's Paradise არის, რომელიც აზრში მქონდა რომ გადამიღო, მაგრამ დიდად ბევრი ხალხი არ წერს Hell's Paradise-ზე. ამიტომ თუ რამე იდეები გაქვთ ანიმეებზე, რომელიც შეიძლება არც ისე პოპულარული იყოს, მაგრამ თქვენ მოგწონთ, მაინც დაწერეთ, მე ვნახავ და თუ მსგავსი კომენტარები, რა თქმა უნდა, ბევრი დაიწერება, მაგალითად, თქვათ, solo leveling-ზე ან მაგალითად Blue Lock-ზე, მივხვდები რომ მართლაც მოგწონთ და აუცილებლად დავდებ ამაზე ვიდეოს. კარგი, წავედი ახლა და მომავალ შეხვედრამდე.